იყო დრო, როდესაც ბარსელონა ჰგავდა არა გრანდს, არამედ კლუბს, რომელსაც ყველა დასცინოდა. ვარსკვლავები, რომლებიც ბიუჯეტს ჭამდნენ, უცნაური კონტრაქტები, სკანდალები და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის დაკარგვა. თუმცა 2015 წელს ბარსელონას ყველაფერი ჰქონდა. ტრებლი, მესი, MSN როგორც სოფლიოს საუკეთესო ტრიო. გუნდი ძალიან ბევრ ფულს შეუვლობდა და ვარსკვლავები რიგში იდგნენ, რათა მათთან კონტრაქტი გაეფორმებინათ. იყო შეგრძნება, რომ ბარსელონას სამუდამოდ შეძლებდა დომინირებას, თუმცა სწორედ ამ დროს, აბსოლუტური ტრიუმფის მომენტში, დაიწყო კლუბის კოლაფსი. ემოციური კონტრაქტები, არადეკვატური ხელფასები და საკუთარ უკვდავებაში რწმენა. მოკლედ, მოდით გავიხსენოთ, როგორ შეძლო მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა კლუბმა საკუთარი თავის განადგურება. როგორ მივიდა ეს ყველაფერი პრეზიდენტის დაკავებამდე, კამპ ნოუზე თაგვების გამოჩენამდე და ფლორენტინო პერესის მხრიდან დახმარებამდე. ან საერთოდ, ვინ ან როგორ გადაარჩინა ბარსელონა. ბოლო წლებში სიტყვა ბარსელონა არა მოგებასთან, არამედ პრობლემებთან და ვალებთან ასოცირდებოდა. დაკეტილ კამპ ნოუსთან, რომელსაც ბარსელონა რამოდენიმე წელი ვერ იყენებდა და შეგრძნებასთან, რომ ფული არასდროს არ არის საკმარისი. სინამდვილეში ეს შეგრძნება კი არა, რეალობა იყო. კლუბი გაკოტრებასთან ძალიან ახლოს იყო, რის გამოც ფინანსური მანევრების გაკეთება გახდა საჭირო, რათა ეს გაკოტრება არ დადგომოდათ. იმის გასაგებად, თუ როგორ გახდა ბარსელონა ღარიბი, მათი აბსოლუტური ტრიუმფის წერტილში უნდა გადავინაცვლოთ 2015 წელს. ბარსელონამ ამ დროისთვის თავისი ბოლო ჩემპიონთა ლიგის თასი ასწია და საერთოდ ტრებლით დაასრულა სეზონი. ლუის ენრიკეს გუნდი დომინირებდა. მისი გუნდი ტიტულების და ფულის გამომუშავების მანქანა იყო. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ბარსელონა შემთხვევით არ გამდიდრებულა. ეს იყო კარგად აწყობილი ფინანსური მოდელის შედეგი, რომელიც უპრობლემოდ მუშაობდა. ამ დროისთვის კლუბს იდეალური ფინანსური ფორმულა ჩამოუყალიბდა. სპორტული წარმატება უდრის კომერციულ ზრდას. მუდმივი მოგებები ავტომატურად ზრდიდა UEFA-ს საპრიზო თანხებს, ზრდიდნენ TV რეიტინგებს და ბრენდის გლობალიზაციას უწყობდნენ ხელს. მესი იყო არა მარტო საუკეთესო ფეხბურთელი, არამედ ფინანსური აქტივიც. სპონსორებთან კონტრაქტები, ტურები, მაისურების გაყიდვები და სოციალების ზრდა ახდენდნენ პირდაპირ გავლენას კლუბის შემოსავლებზე. ბარსელონას ყველა კომერციული კონტრაქტი იწყებოდა ფრაზით: ჩვენ მესი ყავს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ახლა არჩეულმა პრეზიდენტმა ბართომეუმ მესის ისეთი კონტრაქტი დაუდო, როგორც საფეხბურთო სამყაროს არ უნახავს. გარდა ამისა, კარგ შემოსავალს იძლეოდა კამპ ნოუ. იმის გამო, რომ სტადიონზე 100,000-მდე გულშემატკივარი ეტეოდა და მუდმივი ტურისტული ნაკადი იყო, კლუბის შემოსავალი матч-დეიზე სეზონში 160-დან 180 მილიონ ევრომდე იყო. ბარსელონას ამყურებდნენ გამომდინარე ზღაპრული შემოსავალი ჰქონდა. 2014-2015 წლებში კლუბის შემოსავალი იყო 560 მილიონი ევრო. ერთი წლის შემდეგ 620 მილიონი ევრო, ხოლო 18-19 წლების სეზონში ზღაპრული და კლუბისთვის რეკორდული 840 მილიონი ევრო. ამის გამო კლუბს ილუზია გაუჩნდა, რომ ყველაფრის გაკეთება შეეძლო და სწორედ ასეც იქცეოდნენ. 2015 წელს ხელმძღვანელობაში სახიფათო აზრი გაჩნდა, რომ ბარსელონა იყო ხელუხლებელი და მათ ცუდი არაფერი არ დაემართებოდათ. ამავე დროს გაჩნდა ულიმიტო ფულის ილუზიაც. 2015 წლის ტრებლის შემდეგ ბარსელონა მასობრივად დაიწყო ხელფასების ზრდა, გრძელვადიანი კონტრაქტების დარიგება და შეთანხმებების გახანგრძლივება არა სპორტული თვალსაზრისით, არამედ ემოციით. იდეაში ყველა ახალი კონტრაქტი იმ მომენტისთვის ლოგიკურად ჩანდა. მოდიოდნენ ვარსკვლავები და მათ შესაბამისი სოლიდური კონტრაქტები ჭირდებოდა, მაგრამ საერთო სურათს არავინ აქცევდა ყურადღებას. 2019 წლისთვის სახელფასო ფონდი 500 მილიონ ევროს აჭარბებდა. ეს გუნდის შემოსავლების 80%-ს შეადგენდა. UEFA-ს რეკომენდაცია 60%-ია. ყველაფერი ამის მაღლა უკვე რისკის ზონად ითვლება. ასტრონომიულ თანხებს იღებდნენ არა მარტო ვარსკვლავები, არამედ როტაციის ფეხბურთელებიც. ეს ასე იმიტომ ხდებოდა, რომ ყველა მიცოდა, ბარსელონა გადაიხდის. ვარსკვლავებს საოცარი ხელფასები ჰქონდათ და ახალ წყვილებს არ სურდათ მათ ფონზე ცუდად გამოჩენილიყვნენ. და საერთოდ 2015-2018 წლები არის პერიოდი, როდესაც ბარსელონა რისკებს აღარ თვლიდა და ცოტათი რეალობასაც მოწყდა. ბარსელონას კრიზისის საფუძველი იყო პანიკური და გადაფასებული ტრანსფერების სერია ნეიმარის შოკის მომგვრელი წასვლის შემდეგ 2017 წელს. ბარსელონა სასოწარკვეთილად ცდილობდა კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას, ამიტომ მათ ისე დაიწყეს ფულის ხარჯვა, რომ ფინანსური უპასუხისმგებლობის ნათელი მაგალითი გახდნენ და თანამედროვე ფეხბურთში ამ ტერმინის სრული გადააზრება მოახდინეს. კოუტინიოს გაფორმების მცდელობამ გამოავლინა ბარსელონას სატრანსფერო სტრატეგიის ყველა ნაკლი. საერთო ჯამში ფეხბურთელში 160 მილიონი ევრო გადაიხადეს და იგი იდეაში ინიესტას მემკვიდრე უნდა ყოფილიყო. თუმცა ფეხბურთელი სრულიად სხვა პროფილის აღმოჩნდა. კარგი დარტყმით, საკმაოდ ტექნიკური, თუმცა გენიის გარეშე. მან 106 შეხვედრა ჩაატარა სამნახევარი სეზონის განმავლობაში, თუმცა ძირითადად მისთვის უცხო პოზიციაზე თამაშობდა. 160 მილიონმა ჯაჭვურად გამოიწვია ხელფასების ინფლაცია გუნდში, რადგან სხვა ფეხბურთელებმა ხელფასების მომატება მოითხოვეს კლუბის სავარაუდო სიმდიდრესთან შეფარდებით.
უნდა ვიცოდეთ, რომ ბარსელონა ლივერპულს კოუტინიოს წასვლის შემდეგაც უხდიდა ფულს და კლუბმა მხოლოდ 2022 წელს დახურა ამ ტრანსფერის ვალები. ნეიმარის შესვლის მცდელობა ასეთივე კატასტროფული აღმოჩნდა. დემბელე იმავე პოზიციაზე მიიყვანეს. იგივე მარცხენა ვინგარი შესანიშნავი სიჩქარით და ტექნიკით. მერე რომ მას თითქმის არაფერი უთამაშია უმაღლეს დონეზე. თითქმის 150 მილიონი euро დორტმუნდში გაფრინდა. ბარსელონას არ სურდა 90 მილიონი ევროს გადახდა, მაგრამ ნეიმარის წასვლის შემდეგ იძულებულები გახდნენ დათანხმებოდნენ 105 მილიონს პლუს ბონუსები. დემბელეს კარიერას ბარსელონას შეგვიძლია წარუმატებელი უწოდოთ. 6-დან 2 წარმატებული სეზონი, 185 შეხვედრა ტრავმების გამო და 83 საგოლე მოქმედება. ფრანგი ვერ ახერხებდა ფორმის შენარჩუნებას და მისი ფასის გამართლებას. საბოლოოდ ფრანგზე ფულის გამომუშავებაც ვერ შეძლეს. PSG-ში წასვლით, სადაც დემბელემ ოქროს მოიგო, ბარსამ მხოლოდ 25 მილიონი ევრო აიღო. თუმცა ყველაზე მტკივნეული იყო გრიზმანის ტრანსფერი ატლეტიკოდან ბარსელონაში 120 მილიონი ევრო სანაცვლოდ 2019 წელს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ფრანგმა კატალონიების საჯაროდ უარყო დოკუმენტურ ფილმში. მოკლედ, 120 მილიონს პლუს 15 მილიონი ევრო ჯარიმა ნადრევი მოლაპარაკების გამო და კატალონიაში მიდის კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელზეც მწვრთნელებს წარმოდგენა არ აქვთ, როგორ უნდა გამოიყენონ. მესის ფონზე გრიზმანი საერთოდ დაიკარგა და 2 წლის განმავლობაში მხოლოდ 35 გოლი გაიტანა. შედეგად იგი 32 მილიონი ევროს სანაცვლოდ ატლეტიკოში დაბრუნდა. საერთოდ 2015 წლის შემდეგ კატალონიელმა 30 ტრანსფერი განახორციელეს და მხოლოდ ერთმა ტრანსფერმა გაამართლა ფრენკი დე იონგის სახით. მათ ამ პერიოდში 1,105 მილიონი ევრო დახარჯეს, მათზე მეტი არც ერთ კლუბს არ დაუხარჯოს. და ვისი ბრალია ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, კლუბის პრეზიდენტის, ხოსე ბარტომეუსი, რომელმაც ამ პოსტზე სანდრო როსელი შეცვალა. ცოტა უცნაური სიტუაცია იყო. როსელი ციხეში ჩაჯდა ფინანსური მაქინაციების გამო და ბარტომეუ ვიცე-პრეზიდენტი იყო. იგი როსელის ტრადიციების მემკვიდრედ მოიაზრებოდა და გულშემატკივრები მას ენდნენ, რადგან ბარსელონა ზენიტში იყო. ბარტომეუს ამბიციები ჰქონდა და არ სურდა ისტორიაში შესულიყო, როგორც უბრალოდ მემკვიდრე. სწორედ აქედან გამომდინარეობს ახალწლობებზე ამხელა ხარჯები და კონტრაქტები. მას იმპერიის შექმნა სურდა, გალაქტიკოსის კატალონიური ვერსიის, რომელიც მომგებიანი გახდებოდა საერთაშორისო არენაზე მუდმივი წარმატების ხარჯზე, მაგრამ ეს გეგმა თავიდანვე მაქსიმალურად სარისკო იყო. ბარსელონა საბოლოოდ მესის 555 მილიონიანმა კონტრაქტმა გააკოტრა. მესიმ ხელი მოაწერა 4 წლიან კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც 9 მილიარდ ევროზე მეტი უნდა მიეღო. 2021 წელს ამ კონტრაქტის დეტალები გახდა ცნობილი. 130 მილიონი წლიური შემოსავალი გადასახადებამდე, 115 მილიონი ხელმოწერის ბონუსი და 78 მილიონი ლოიალურობის ბონუსი. საერთო ჯამში კატალონიელები მესის კვირაში 1,5 მილიონს უხდიდნენ გადასახადების გადახდის შემდეგ. 2021 წლისთვის, როდესაც COVID პანდემია მძვინარებდა, მესის უკვე გამომუშავებული ჰქონდა 510 მილიონი ევროდაოდ იმისა, რომ არგენტინულმა გუნდს უზარმაზარი შემოსავალი და საოცარი სპორტული შედეგები მოუწოდა, როდესაც ბარსელონას ფეხბურთელების ხელფასები კლუბის შემოსავლის 103%-ს შეადგენდა. უბრალოდ სუიციდი. კატალონიელებს ბოლო COVID-მა მოუღო, რომლის გამოც შემოსავალებმა უეცრად იკლო. ფინანსურმა აუდიტმა გამოავლინა 491 მილიონიანი ზარალი. კლუბის სახელფასო ჭერი უეცრად დაეცა 371-დან 358 მილიონამდე. COVID კლუბის კოლაფსის მიზეზი არ გამხდარა, მაგრამ მისი შემოსავლები შეარყია და სახელფასო ფონდის გათვალისწინებით ეს უბრალოდ ბოლო აკორდი იყო. ბარსა ევროთასებს ვერ იგებდა, მაგრამ მილიარდებს ხარჯავდა ხელფასებში და ბონუსებში და პარალელურად ჰქონდა სტადიონი, რომელიც ენგრეოდათ. ბარსელონას ერთ-ერთმა უმთავრესმა შემოსავლის წყარომ კამპ-ნოუმ 2020-2021 წლების სეზონში სულ რაღაც 25 მილიონი ევრო გამოიმუშავა, რაც წინა წლებთან შედარებით 84%-ით ნაკლებია. შევაჯამოთ. შემოსავალმა კატასტროფულად იკლო, ხოლო ხარჯი კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა. 2021 წელს კლუბის ოპერაციულმა ხარჯმა რეკორდულ 1,136 მილიონ ევროს მიაღწია. ლაპორტას მოსვლისთვის კლუბის ვალი 680 მილიონი ევრო იყო, სადაც 600 მილიონი უახლოეს დროში უნდა დაეფარათ. გარდა ამისა, კლუბს ჰქონდა სხვა ვალდებულებები, რომლებიც სერიოზულად ართულებდა პრობლემას. მაგალითად, გადავადებული ხელფასები 398 მილიონი, საიდანაც 157 მილიონი 2020-2021 წლებში გაიყინა. 238 მილიონი ლოიალურობის და პრემიების გადასახადი, 91 მილიონი სასამართლო დავები, 56 მილიონი კამპ-ნოუს და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციის ვალდებულებები და საერთო ჯამში ვიღებთ უარყოფით ბალანს 451 მილიონი ევროს ოდენობით. ნებისმიერი კერძო კომპანია მსგავსი ბალანსით ბანკროტად გამოცხადდებოდა. ფორმალურად ბარსელონა გადახდის უუნარო აღმოჩნდა. მისი ვალდებულებები არსებითად აჭარბებდა აქტივებს. წერს ყოველწლიურად იშვიათად ხდება ბანკროტი. პანდემიის დროსაც კი ბარსელონა ახერხებდა უზარმაზარი ფულის შოვნას.
ისეთი ფინანსური მანქანისთვის, როგორც საფეხბურთო კლუბია, ყოველთვის მოიძებნებიან კრედიტორები. ბანკები და საინვესტიციო ფონდები სიხარულით შედიან მსგავს პროექტებში, რადგან ვალის რეფინანსირება ან მართვაში ნაწილობრივ მონაწილეობა კარგ შემოსავალს აგენერირებს. ალბათ ლოგიკური კითხვა გაგიჩნდებათ, თუ ლაპორტას მოსვლამდე ეს სიტუაცია იყო, რატომ არ იყო სკანდალები და არ ისმოდა ისტერიკა. თუ კლუბის წინა ხელმძღვანელობა ვერ ხედავდა ამ ყველაფერს და ფინანსური სამსახურები უბრალოდ თვალს ხუჭავდნენ. რა თქმა უნდა, მათ ეს ყველაფერი იცოდნენ და ძალიან კარგად ესმოდათ პრობლემის მასშტაბები და ზუსტად ისე იქცეოდნენ, როგორც ლაპორტა. იღებდნენ კრედიტებს, ახდენდნენ რეფინანსირებას და დროს წელავდნენ. თუმცა განსხვავება მიდგომაში იყო. წინა ხელმძღვანელობას არანაირ და არ სჭირდებოდა ისტერიკა და სკანდალები. მათთვის უფრო მარტივი იყო იმ ილუზიის შექმნა, რომ ყველაფერი კარგად იყო. ხოლო ლაპორტამ თავისი კამპანია სრულად დააწყო ბართომეუს შეცდომებზე. ფეხბურთელებმა შეწყვიტეს დუმილი. აი რას ამბობდა მესი 2020 წელს. სიტუაციით უკმაყოფილო ვიყავი და წასვლა მინდოდა, მაგრამ ამის უფლება არ მომწეს. ამიტომ მე დავრჩები გუნდში, რათა არ დავიწყო სასამართლო დავა. ხელმძღვანელობა ბართომეუს თაოსნობით კატასტროფაა. ბარსელონა იდეოლოგიურ ჩიხში აღმოჩნდა. ტიკიტაკას ეპოქა წარსულს ჩაბარდა. მოვიდა გეგენპრესინგის ერა და კატალონიელები ამისთვის საერთოდ არ აღმოჩნდნენ მზად. კი, კარგი შემადგენლობა ჰყავდათ. ბუსკეტსი, ალბა, დე იონგი, ტერ შტეგენი, პიკე. ისინი ყველა კარგი ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ ევროპაში შედეგები არ იყო. მხოლოდ სამარცხინო მარცხები რომასთან და ლივერპულთან. ამის უამრავი მიზეზი არსებობს. პირველ რიგში ბარსელონამ მწვრთნელს ვერ პოულობდა. ვალვერდე, სეტიენი, კუმანი. ლიგაზე სრული ქაოსი იყო. ვერც ერთმა ვერ ააწყო თანამედროვე გუნდი. ასევე შესაძლოა თავისი როლი ითამაშა იმან, რომ ბარსელონას შემადგენლობამ ყველაფერი მოიგო. ბერდებოდნენ და უზარმაზარი ხელფასის წყალობით შიმშილის გრძნობა არ გააჩნდათ. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ფეხბურთელებს მოტივაცია არ ჰქონდათ. და ბოლოს მესის პრობლემა. იგი სხვა პლანეტაზე იყო, მაგრამ ამის გამო მუდმივად საჭირო იყო მასზე თამაშის მორგება. პრესინგის პრობლემაზე არაერთხელ თქვენიათ. მოკლედ, კლუბი გაიჭედა წარსულსა და მომავალს შორის. ამას გულშემატკივრები ხედავდნენ და ეს მოედანზეც იგრძნობოდა. წინა ხელმძღვანელობამ ვერ ბედავდა სისტემის დანგრევას. ეს მათთვის ძალიან რთული იყო. ლაპორტა კი ფსონს ჩამოვიდა მემკვიდრეობაზე. კრიზისი შესაძლებლობა გახდა მისთვის, რომ ისტორიაში შესულიყო ადამიანად, რომელმაც ბარსელონა გადაარჩინა. ფინანსურად ორივე პრეზიდენტის დროს კლუბი ერთი მიმართულებით მიდიოდა. მოლაპარაკებები Goldman Sachs-თან კრედიტის თაობაზე. ეს მოლაპარაკებები ჯერ კიდევ წინა ხელმძღვანელობის დროს დაიწყო. თუმცა ლაპორტამ შექმნა ნარატივი კლუბის გადარჩენის თაობაზე, რის გამოც გულშემატკივრებმა უფრო მარტივად მიიღეს ის რთული და ხისტი გადაწყვეტილებები, რაც მათ ლაპორტამ შესთავაზა. მას უკვე შეეძლო მანევრირება განეხორციელებინა. გაეშვა არასაჭირო ფეხბურთელები მიბრუნებულიყო ლამასიისკენ და კონცენტრირებულიყო სტადიონის რეკონსტრუქციისკენ. ეს ახალი ერის დასაწყისი იყო. სწორედ ამ დროს სენაზე საბოლოოდ გამოდის Goldman Sachs-ი, რომელმაც კატალონიელებს 500 მილიონიანი კრედიტი მისცა. ეს ფული წავიდა ყველაზე მნიშვნელოვანზე: ხელფასები, ოპერაციული ხარჯები და კლუბის სიცოცხლის უნარიანობის შენარჩუნება. ბარსამ პრაქტიკულად შეწყვიტა საკუთარი სახსრებიდან გადახდა და ვალით დაიწყო ცხოვრება. ყველაზე მასშტაბური და ამავდროულად სიმბოლური ფინანსური გადაწყვეტილება გახდა ესპაი ბარსა, ანუ კამპ ნოუს და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია. 2023 წელს კატალონიელებმა 1.450 მილიონი ევრო ისესხეს ამ პროექტის გამო. ეს იყო კლუბის ისტორიაში უდიდესი კრედიტი. პირობები საკმაოდ სუბუქი იყო. საპროცენტო განაკვეთი წლიური 3-4%, 35 წლიანი ხანგრძლივობა და 5 წლის განმავლობაში საშეღავათო პერიოდი, რომლისთვისაც გადასახადები მინიმალური იყო. ამავდროულად საჭირო იყო შემადგენლობის უხეში წმენდა. წავიდნენ ვეტერანები და კლუბის ლეგენდები. მათ ადგილას ლაპორტამ მოიყვანა ახალგაზრდა ფეხბურთელები. გამონაკლისი იყო მხოლოდ ლევანდოვსკი. და რთულია წარმოვიდგინოთ, სად იქნებოდა დღეს ბარსელონა, რომ არა ლამასიას მორიგი ოქროს თაობა. ბარსელონას ხშირად არ შეეძლო ფეხბურთელების დარეგისტრება, მაშინაც კი, როდესაც უფასოდ პოულობდა, რადგან სახელფასო ლიმიტის პრობლემები ჰქონდა. და ამ დროს ლაპორტამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც კლუბის ეკონომიკური ისტორია შეცვალა. თუ ბარსელონა ვერ შეულობს საკმარის ფულს ტრადიციული მეთოდებით, მაშინ იგი გაყიდის იმას, რასაც მომავალში გამოიმუშავებს. ასე დაიბადა ეკონომიკური ბერკეტების კონცეფცია. შეთანხმებების სერია, რომლებიც საშუალებას იძლეოდა მომენტალურად მიიღოთ დიდი ფული იმის ხარჯზე, რომ უარს ამბობდნენ მომავალ შემოსავლებზე. ეს იყო იმ აქტივების მონეტიზაცია, რომლებიც მანამდე ხელშეუხებლად ითვლებოდნენ. ბარსელონას ყველაზე ძვირფას აქტივად ყოველთვის ითვლებოდა ტევ უფლებები. ეს არის სტაბილური პროგნოზირებადი შემოსავალი, რომელიც ყოველი სეზონის ბოლოს გუნდის ფორმის მიუხედავად ირიცხება. და სწორედ ამ აქტივების ნაწილის გაყიდვა გადაწყვიტა ლაპორტამ. ლა ლიგის ტევ უფლებების ტრანსფერების 10% 25 წლით მიყიდეს ამერიკულ ფონდს Sixth Street 267 მილიონ ევროდ
და კიდევ 3 კვირაში ბარსამ გაყიდა კიდევ 15% იგივე კომპანიაზე 400 მილიონ ევროდ. და სწორედ ამ დროს სცენაზე გამოდის ფლორენტინო პერესი, რომლის შესახებაც არცეთ ძალიან კარგი ვიდეო მაქვს. ჩემი აზრით, ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია ამ მომენტისთვის, შეგიძლიათ მე ნახოთ. მოკლედ, ფლორენტინო პერესი ხავიერ ტებას ებრძოდა და სუპერლიგის შექმნას ცდილობდა. ამიტომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბარსელონას და ლაპორტას მხარდაჭერა. სწორედ პერესმა შეათანხმა, რომ Six Street-ი ბარსელონას ტევეუფლებების 25%-ს იყიდა და შემდეგ სატრანსფერო ფანჯარაზე პერესმა თვალი დახუჭა ლაპორტას მაქინაციებზე. საერთო ჯამში ბარსელონამ 717 მილიონი ევრო მიიღო და სიცოცხლეს დაუბრუნდა. საინტერესოა, რომ ნეგრეირას საქმემაც კი ვერ გააფუჭა კლუბებს შორის ურთიერთობა, სანამ ლაპორტამ არ გადაწყვიტა, რომ სუპერლიგის პროექტი დაეტოვებინა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო პერესმა, რომ ნეგრეირას საქმე ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სერიოზული სკანდალია. მოდით ბარსელონას დაუბრუნდეთ. რა მოხდა ამ გაყიდვის შემდეგ? კლუბის ხარჯების ლიმიტი უეცრად გაიზარდა, უარყოფითიდან 600 მილიონ ევრომდე. სწორედ ამის წყალობით შესაძლებელი გახდა ფერანის, რაფინიას, კუნდეს და ლევანდოვსკის გაფორმება. ლაპორტამ გააგრძელა. მან გადაწყვიტა, რომ შემოსავლის შემდეგი წყარო იქნებოდა ბარსა სტუდიოს. განყოფილება, რომელიც პასუხისმგებელი იყო სტრიმინგზე, სოციომედია პლატფორმებზე, მოკლედ ყველაფერზე ციფრულზე. მას სურდა კომპანიის 59%-ის გაყიდვა და ამაში ის 200 მილიონ ევროს ელოდა. თუმცა კლუბმა საბოლოოდ მხოლოდ 40 მილიონი euро მიიღო, რადგან შეთანხმებების რაღაც ნაწილი სხვადასხვა მიზეზების გამო გაუქმდა. საერთო ჯამში 22-23 წლების სეზონი ძალიან კარგად გამოიყურებოდა. უარყოფითი ბალანსის ნაცვლად 451 მილიონის ნაცვლად კლუბმა დადებითი ბალანსი 800 მილიონი დააფიქსირა. ფინანსური ანგარიშები ბრწყინავდა, ბალანსი გაცოცხლდა, მაგრამ ფული ძირითადად ფურცელზე არსებობდა. რეალურად ლაპორტამ გაყიდა მომავალი, რათა ახლა მინუსებიდან ამოსულიყო. მეორე მხრივ, ამან საშუალება მისცა შემადგენლობა გაეძლიერებინა, რის გამოც ბარსა რეგულარულად იღებს ლა ლიგის ჩემპიონობას და ფლიკის მოსვლის შემდეგ საერთოდ ევროპის, ანუ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კლუბად ითვლება. და მთავარი, თუ კლუბი მოგებას განაგრძობს, იგი კვლავ მილიონებს გამოიმუშავებს. ანუ ბარსელონა ძალიან დამოკიდებული არის შედეგზე. დაველოდოთ რა იქნება, რადგან ამ მომენტისთვის ძალიან რთულია ვთქვათ, ლაპორტამ გადაარჩინა ბარსელონა, თუ საბოლოოდ გაანადგურა კლუბი. დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ ვიდეო და თუ ასეა, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო და კომენტარებში აუცილებლად დამიწეროთ, რატომ და როგორ გახდით ბარსელონას გულშემატკივარი. და ასევე აუცილებლად დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს, სადაც დეტალურად განვიხილავ ბარსელონას შემოსავლებს, სპონსორებს და ყველანაირ ფინანსურ საკითხს. გვერდებით საინტერესო იქნება. შეხვედრამდე.